გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო, ჩვენ წარდექით თქვენ წინაშე პროექტის სახელწოდებით საქართველოს გუშინ დღეს ხვალ. ჩვენთან სტუმრად არის აქტივისტური საზოგადო მოღვაწე, დიდი მოვლენების ასე თქვა ხილველი, მრავალი რეგალიების ფლობელი, ასე თქვა ბატონი კოტე კემულარია, ღირსეული ადამიანი, ჩვენი პარტნიორობა წარსულიც იყო და დღესაც გრძელდება. მადლობელი ბატონო კოტე, რომ მოგზაურდეთ და მადლობა მოზეუსის. ერთი ორი სიტყვით ამ პროექტზეც ვიტყვი, ერთი ორი სიტყვით მოგეხსენებათ, ყველაფერს თავის დასაბამი აქვს, ხო, პროცესს და პროექტსა და ნებისმიერს და ჩვენ ახლა ათულესტატილად დავიღეთ 1988 წელი, როდესაც მერაბ კოსტავა გამოვიდა სიდის ციხიდან და იქიდან რომ აღზავდა ეროვნული მოძრაობა, როგორც ასეთი და მაკაცეს როლი განსაკუთრებულია არამარტო ქართულ პროცესებში, არამედ საერთოდ შემდგომ უკვე თუ შორს გავეხედავთ ეს ვარშავის ბლოკის დაშლა, რავშის დემონტაჟი და ასე შემდეგ. გარკვეულწილად სულიერი რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ეს ადამიანი იყო, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან. მისთვის უპირველესად მოყვასი რელიგიური ხატება, მისტერიები, ქართული ეროვნული უმაღლესი თვითცნობიერება იყო ის იდეალები, რომელიც მას უნათებდა და ჩვენს გარკვეულწილად გვაზიარებდა. დიდი ბედნიერება იყო ამ ადამიანთან ურთიერთობა და ამაზე ისტორია კიდე იტყვის და კიდე ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სიღრმეში ჩავიხედოთ და ამ ხატებიდან დავინახოთ დღევანდელი და ხვალინდელი მოვლენები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განწერული ვართ ამას სრული პასუხისმგებლობით ლაპარაკობ. ახლა ესე ვინ თემას რომ დაუბრუნდეთ, გუშინდელი დღე ეს იყო, ეს დაგვირგვინდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, მოგეხსენებათ ეს პროცესი. შემდგომ იყო ეს სამოქალაქო დაპირისპირებული, ინსპირებული, გაუთავებელი, როგორც ასეთი შიგა პროცესები, დაბალი პოლიტიკური კულტურა, გარედან თავს მოხეული რაღაც რეაქციული იდეოლოგია და იდეები და დღესაც ამ ფაქტის წინაშე ვართ, როგორც ასეთი და ამიტომ მინდა რომ ჩვენ დღევანდელი დღესაც შევხედოთ ბატონო კოტე და შეძლებისდაგვარად გადავიხედოთ ხვალინდელ დღეში. ანუ ჩვენი პროექტი გუშინ დღეს ხვალ, რომელიც თანაავტორიც მე ვარ და განსვენებული ადამიანები არიან თანაავტორები. ნოდარ ნათრაძე, პაატა კოღუაშვილი, ალხას კვანჭილაშვილი და ბევრი სახელოვანი ადამიანები, რომელთა წვლილი ასევე ძალიან დიდია. მე მხოლოდ განვასახიერებ მათ ნებას და დანარჩენი უზენაეს საბჭოს წევრები, კონსტიტუციაზე ხელის მომწარე ესეთი ადამიანები, ვისაც სახელმწიფოებრიობასთან ისტორიულ მონოპოლს ახლოს არიან, ამ გადაცემის მეც თანაავტორად თვლემათ და ყველა გზა და სივრცე აქვს მათ გახსნილი ამისთვის და ამიტომ მინდა რომ თქვენი განსაკუთრებული შეფასებები, იმიტომ რომ უდიდესი გამოცდილება გაქვთ და მინდა აი ამ ერთი ორი სიტყვითაც ამ იმასაც რომ შეეხოთ ორი სიტყვით განსაკუთრებით აი 9 აპრილი და 26 მაისი ისიც რომ ვერ დაადგინა ამ საზოგადოებამ ვერ შეთანხმდა, ყველა ქვეყანა შეთანხმდა რომ რომელი უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღე, რომელი იწოდოს და პირველი რესპუბლიკის დღე, რომელი უნდა იყოს და რომელი უფრო ფასეულია და იმ საზღვრებში რომ გაღიარეს მთელი მსოფლიო 9 აპრილის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე და ამის გამო რომ გაუთავებელი ესენია და მიჩქმალური რომ რატომაც არის მიჩქმალური მე კარგად ვიცი, მაგრამ ეს არ შეიძლება უსაშველოდ გავზადდეს, იმიტომ ბალტიისპირეთი და სხვა ქვეყნები მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრაგმატული, სამართლიანი და ამავე დროს ისტორიული იყო. ამაზეც მინდა ერთი ორი სიტყვით თქვას, რომ გძავნოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე თუ გვიან არ შეიძლება შურით, ბოხმით და კიდე მე ცოტა სხვა ეჭვებიც მაქვს, რომ ეხა აფხაზეთთან სამაჩაბლოს ის რაც უდიადესი მონოპოლარი არის, იმის იგნორირებაც რომ უფრო ხელსაყრელი რო იყოს, მე ეს ეჭვებიც მაქვს და არა მარტო და ეს განამტკიცა ამ ბოლო პროცესებმა. ამასაც შევეხებით აუცილებლად თქვენთან ერთად, აუცილებლად თანაც და მინდა ამას შევეხოთ და ერთი ორი სიტყვა ბრძანეთ ამაზე და მე კონკრეტულ იმას დაგისვათ. მოგესალმებით და დიდი მადლობა ბატონო თენგის. მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ რომ აი ამ გადაცემაში მოვწვიეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი
საქართველოს მომავალისთვის, ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალისთვის და თქვენი წვლილი ეროვნულ მოძრაობაში და საერთოდ ის ფაქტი თავისთავად, რომ რას უნდა დავეყნოთ, ხო? ადამიანი ჩვენი წინაპრებით და ყველა წინაპრები რო იწყებდნენ სახელმშენებლობას, ჯერ ფუნდამენტს ჯერ მისასწავლებდნენ, ხო, დღესაც ასეა და ყველას ასე იქნება, რა არის და მე რა ფუნდამენტი უნდა, რაზე უნდა დაახსნოს სახლი არა. ეს არის განსაკუთრებული პატრონა. ჩვენ არ უნდა განსაზღვროთ ასე, რომ ყველა ერი ეფუძნება თავის წარსულს სხვათაშორის, ხო? ამიტომ თქვენი ცნებათვით ცოტა კიდევ უფრო იქით, ვინაიდან თქვენი გადაცემა სწორედ გუშინს ეხება, ცოტა ადრე დავიწყოთ. პირობითად არის, ხო, მოგეხსენებათ. ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ, რომ აი ეროვნული მოძრაობა რას ცდილობდა, რომ აი ეს გამოვიჩნოთ, სწორედ, რომ აი სწორედ ის ადამიანების ორი გუმბერაზე ერაყოს წავადას ერთგამსახურდია რას ეყრდნობოდნენ, როცა მათ დაიწყეს ეს ბრძოლა. ხა საქართველოს იდენტობის პრობლემა საქართველოს ბევრი ეს განსხვავებით არ აქვს საბედნიეროდ, რომ უძველესი არის ყველა მის, მაგრამ სად რა ფარგლებში ეს დღესაც აქტუალურია. მაშინ მით უმეტეს, როდესაც ეს დუღდა საბჭოთა კავშირის საოცარ მაშინ განსაკუთრებით წავედ იდგა ეს პროცესი. ადამიანებს ას ჯეროდათ, როცა გამსახურდია ამტკიცებდა, როდესაც მერაკოსტა ამტკიცებდა, რომ ჩვენ მივახცევთ ამას. ეს კრიტიკულად უყურებდა ამას საზოგადოება, მათ შორის შეგნებული საზოგადოების დიდი ნაწილიც, ხო? და აი აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენ ის მოვლენები, რომელიც 100 წლის წინ ვითარდებოდა, როდესაც აი გალიპოლის ბრძოლა, აი როდესაც სევრის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება, რომელსაც წინ უძღოდა თურქეთის იმპერიის დაშლა, პირველი მსოფლიო ომით, აი ორი სიტყვით გავიხსენოთ ეს, რომ ჩვენ მივიდეთ დღეს რა ხდება, შევადაროთ 100 წლის მერე და რა შანსები გვაქვს დღეს, რომ და რამდენად აუცილებელია ეროვნული მოძრაობის საწყისეულზე ნიშნვა და იმის გასიგზავნება და ამაზე დაფუძნება მომავალი გეგმები. აი რა მოხდა მაშინ, ხო, რომ არსებობდა ოსმალეთის იმპერია, ძლევამოსილი და უზარმაზარი, რომელსაც სამ კონტინენტზე გახსოვთ ეს ყველაფერი, ვენამდე მისული, მთელი დუნაი, აი ეს ყველაფერი დგება მსხვერპლის წინაშე, ანუ დიდი ეს მოვილი ანტანტა, ეს ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდოეთი ერთად უტევს ოსმალეთის ამ იმპერიას, რომლის მოკავშირე არის გერმანია. აქტიური და პირველი აი ყველაზე ახსოვთ ეს შედახება ხდება გალიპოლის ომის ცნობით და აქ მარცხდება ბრიტანეთი და მთელი ეს 9 მილიონი დაახლოებით პირობითად არმია მონაწილეობს ორივე მხარეს, ეს არის უზარმაზარი სისხლის ხვრელი ომი, სრუტეებისთვის ომი დაერქვა მაშინ, ხო? და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი, ჩვენი მაყურებელი რომ გავარკვიოთ ამაში, რომ ამაში მონაწილეობს რუსეთი და ამაში რომ გაემარჯვა მაშინ ბრიტანეთს და მოკავშირეებს, რუსეთს აძლევდნენ სრუტეებზე კონტროლს. დარდანელზეც და ბოსფორზეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ რუსეთი გაყოლსულია და ელოდება რომ აქ გაემარჯვა ფაქტობრივად ყველა თეორიით უნდა გაემარჯვათ ბრიტანელებს, მაშინ ბრიტანეთს და მის მოკავშირეებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ძალიან აქტიურად წყალქვეშანა ეს ძირითადად ეს იყოს ზღვაში ბრძოლა და გერმანელების აქტიური დახმარებით გაიმარჯვეს ოსმალებმა ამ ბრძოლას დაამარცხეს. თუ გახსოვთ ჩერჩილი მაგას გადაყვა სამხედრო მინისტრი და შემდგომ 20 წლიანი პაუზა გააკეთა პოლიტიკაში. აბსოლუტურად მართალი ზანდებით, ეს ასე მოხდა. მაგრამ მერე რა მოხდა? ესე იგი, ბოლოს მაინც გერმანია დამარცხდა რაღაც 2 წელიწადში ანტანტასთან. დიახ. და ეს დამარცხებული ბრიტანეთი დაბრუნდა როგორც გამარჯვებული, რამდენად ეს სულიკად შემოატრიალა თავის სასარგებლოდ. ისტორიამ შემოატრიალა ეს ყველაფერი და ბრიტანეთი შემოვიდა თურქეთში, გახდა იქ დომინანტი, რა თქმა უნდა, გააკონტროლა კიდევ ეს ყველაფერი და აი აქ ხდება საოცარი რაღაც, რომელიც ეხება კავკასიას და გვეხება ჩვენ.
აი ბეირუთში შედგა ეს არის საქსო საიქს პიკოს ზავის ოღონდ საიდუმლო იყო ანუ ინგლის საფრანგეთის საიდუმლო მოლაპარაკება რომელმაც ფაქტურად გაიყო ბრიტანეთის დაშლილი გაიყვეს და ხელოვნურად მაგალითად სირიის სახელმწიფო არ არსებობდა ბულდოზერებით შექმნეს საზღვრები და ასე შემდეგ გაიყვეს ეს აღარ დიდი თემა ამას არ ვიხებით ჩვენ ვიხებით ხოლმე იმ ნაწილს რაც საქართველოში და კავკასიას ეხება ну მათ შორის ამიერკავკასიას იმიტომ რომ დღეს ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია აქ ამ მოლაპარაკების მიხედვით ბრიტანეთის ინიციატივით ყველაზე მეტად ტრაპიზონი ერზერუმი ყარსი არარატი რომელიც სომხეთის არის დღეს ეთმობა სომხეთ და ჩვენ ათვინი და ანუ ფაქტურად ტრაპიზონის მთელი ტერიტორიები რაც უნებრივია თან ამ ხელა მხარდაჭერით იყო დიდებული საჩუქარი ჩვენთვის ხო და აქ მოხდა ისე როგორც სამწუხაროდ გვჩვევია ჩვენ კავკასიურებს თავი ემოციებმა ზედმეტმა მონტომება და ასე შემდეგ თურქეთ დასუსტებული თურქეთის აი ამ მომენტის სარგებლობის საშუალების ნაცვლად ვერ შედგა შეთანხმება სომხეთსა და საქართველოს შორის რომ ბრიტანეთი თავაზობდა რკინიგზის გაყვანას ერევნიდან ტრაპიზონამდე ჯავახეთის ბათუმი ანუ აჭარის გავლით და სომხეთმა მოინდომა რომ ეს ტერიტორია საქართველოს გადაეცა საქართველოს სომხეთისთვის ქართველები რა თქმა უნდა არიზამდა და სულიად ლოგიკურია რომ არიზამდა და ამან რა გამოიწვია ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ სომხეთმა ისარგებლა უკვე ქემალ ათათურქი მოვიდა და მლადო თურქები მოვიდნენ ისარგებლა 50,000-იანი ჯარით ასე შეუზღუდეს თვალაშორის ბრიტანეთმა და შეუზღუდეს ჯარის რაოდენობა იმ 50,000-ზე გახდა საკმარისი რომ აეღოთ ეს თელი ეს ტერიტორიები და სომხეთისთვის წაერთმია და ყალშიც წაერთმია და საზღვარი სწორედ აი სადაც არის ახლა სომხეთის საზღვარი იქამდე მieყვანა ჩვენს დავგარგეთ ართვინი ანუ რო შეთანხმებულიყვნენ სომხეთი და ყოფნიდა მაშინ 50,000-იანი ჯარი ყავდა სომხეთს და 30,000-იანი თითქმის საქართველოს და ერთად ეგენი არ დაუთმობდნენ არაფერს თურქებს ანუ თურქეთის შეზღუდული რაოდენობა პლუს ევროპის მხარდაჭერა აი ეს ბედნიერება არ შედგა ჩვენთვის და კავკასიისთვის და სამწუხაროდ დაიგარგა ეს სულ მე იყო სევრის ხეშეკულება მე იყო სანდრება და ბოლოს ეს ყველაფერი დამთავრდა სამწუხაროდ ყასის ხეშეკულებით რომელიც და მოსკოვის ეს იყო უკვე მოსკოვი ხო ითაც ჩვენ სარფზე ანუ შეგვიკვეცეს ყველაფერი დავკარგეთ ის აი ამ იმან მოგვიტანა ბრიტანეთის და მის ერთობლივ რაცა უკასრავა ჩაგერთობით რა მან ხა წაგებული მხარეს გერმანიის მხარესაც რო ვიყავით ჩვენ დიდწილად მაგანაც განაპირობა ეს პროცესი იმიტომ რომ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის იყო გლობალური დაპირისპირება და ეს დაპირისპირება ლოკალურად გადმოვიდა ამიერკავკასიაში კითხავ მაგრამ ამ დეტალებში ახლა არ დავსვლა იმიტომ რომ მე უფრო სქემატურად მაინტერესებს რომ დღევანდელ დღეს რა ეს ძალიან სერიოზული თემა როდისმე შეიძლება დავაუბრუნდეთ მართლა ძალიან საინტერესო თემა რომ ჩვენი ისტორიის ჩვენი სახელმწიფოს დაფუძნების თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველია შორს არ წავიდეთ აი ხა წავიდეთ აქეთ და თქვათ რა ხდება ახლა უკვე გადავიდეთ აქეთ ხდება საოცრება ჩვენ სამეზობლოში ანუ აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ და დაიწყეს დემარკაციაც ფაქტიურად საზღვრების და დღეს აგერ აზერბაიჯანი თავაზობს სომხეთს მიატოდოს ნავთობპროდუქტები, გაზი, მეგობრობის აი და თანამშრომლობის საზღვარი იქამდე მივიდა, რომ პრაქტიკულად ეს ორი ქვეყანა იმედი მაქვს სამუდამოდ მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის ფუნდამენტს ქმნის კავკასიის სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. ამან გამოიწვია ასევე აღიარება საზღვრის თურქეთთან, სომხეთის და თურქეთის გენოციდის უკან წაღება. საოცრება ხდება, ხო? და ანუ ეს ჩვენთვის ესეც საჩუქარია. საჩუქარია თუ გამოიყენება. მთელი კავკასიის. ჩვენ რას ვაკეთებთ? ახლა მოგვინდა დაპირისპირება აზერბაიჯანთან, ახლა უთვლის თბილისი, ერევანს, რომ შენ არასამთავრობოებს თუ არა ალაგმავ, რომელიც გრანტებს, ნუ ხა ერევანში გადაიტანეს, ან ჩვენ მერასე, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, იქიდან, იმიტომ რომ აქ გამოეკიდენ, იქიდან აფინანსებენ რაღაც პროექტებს და ამიტომ ლამის
ომი გამოუცხადა თბილისმა ერევანს ამის გამო რომ თქვენ როგორ ოპოზიციას ეხმარებით და ჩვენ ანუ დაპირისპირება არის სერიოზული თბილისსა და ერევანს შორის აი ამ ფაქტის გამო წარმოიდგინეთ. ხელოვნურად შემოგვიყვება. რა თქმა უნდა. არასოდეს რო არ ყოფილა. აბსოლუტურად არ ყოფილა არასოდეს. ესე იგი იმ დროს როცა აი იმის საფუძველი რაც იყო ხო ანუ ამ შეკვეცის საზღვრებში მაინც მშვიდობისკენ და რაც საოცრად აუცილებელია ხო კავკასიაში ხო ერთადერთი რაც ეთი ყვავის როლში ვართ ჩვენ საქართველოს რატომ ასეთია დავალება მოსკოვიდან აუცილებლად რომ დღეს ამიერკავკასიაში ერთობა არ უნდა იყოს იმიტომ რომ ის ანგეზურის პროექტი და ის რაც აღმოჩნდა სერიოზული სკანდალის საფუძველი ალიევმა სერიოზულმა ლიდერმა დღეს უდავოდ სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამ ჩვენ ფუნქცია ლიდერის რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა ამიერკავკასიაში რომელსაც ცნობდა ყველა აბსოლუტურად ყველა ეპოქაში თქვენ კარგად მოახსენებთ აი ეს დავაკარგინე დღეს ახლა რამდენიც არ უნდა ვიბრანჭოთ ლიდერი არის აზერბაიჯანი და ბაქო არის დღეს ცენტრი ეს პოლიტიკური ცენტრი სადაც ძირითადად როგორ უნდა მოახერხო რომ ეს ცენტრი გავავიდეს დიახ ესე იგი პრაქტიკულად ჩვენ დღეს ვასრულებ რაღაც ძალიან ცუდ როლს აქვს მოსკოვური გავლენის აგენტის ამიერკავკასიაში და აი ამ ვეძის საჩუქრებს როცა აქ ცენტრალური აზიის მოვლენებსაც შევეხებით ორი სიტყვის იქაც ლაგდება და ლაგდება ისე დასავლეთის სასარგებლო და ესეც ჩვენთვის ძალიან დიდი საჩუქრია ეს ყველაფერი ხდება რუსების ინტერესების მიღმა რაც ყველა საინტერესო ანუ რუსებს არ აკარებენ და ცხვირს არ აყოფიებენ ასე ვთქვათ ათ ცენტრალურ აზიაში ათ ამიერკავკასიის სამოვლენებში და ერთადერთი დავჭით რაღაც აი ჭაობის მსგავს სიტუაციაში ჭაობი კიდე კაი სიტყვა ბატონო ყოთე სიკვდილის ჭაობით არა თუ ჭაობი და შეიძლება ამოხვიდეთ აქედან ვერ ამოხვარ ეხლა პრაქტიკულად აი ეს მინდა რომ ჩვენო მაყურებელმა იცოდეს რომ ავაზე ავაგოთ რატომ იყო ჟირიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მიერ და მათი მგვალი მაგიდის რომელიც ასევე ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება იყო იმიტომ რომ იქ თავისუფლება იყო ხო ერთი პარტია არ ყოფილა ეს იყო ძალიან დიდი გაერთიანება თავისუფალი აზრის გამოთქმის რომელიც მაშინ იყო მართლაც მიღწევა და მართლაც საოცრება ხო და აი აქ ამ ვითარებაში ამ უბერას ადამიანებმა შეძლეს რეფერენდუმის გაკეთება გამოვტოვება მე იურისტი გახლავართ თან ძალიან კარგად ის ჩემი ქვეყნის ისტორია. ზედმიწევნის კარგად, იმიტომ რომ ისტორიის ცოდნის გარეშე იურისტობა და სახელმწიფო ცოდნება შეუძლებელია. შეცნობებს დაუშვებ, შეგეშლება და ასე. ან სამხრივად განაცხადებული. რა თქმა უნდა. აქ პრაქტიკულად დღეს ის ვინც მაგათაც ჩვენ აქ ესპანელი ან თუნდაც არგენტინელი ოპონენტი რო ყავდა და შევიკითხოთ რა შეფუძნება თქვენი სახელმწიფოებრიობა სახელმწიფოებრიობას უნდა გქონდეს იურიდიული საფუძველი ერთადერთი რასაც მე ჩემი ქვეყნის შვილი ვეტყოდი რომ მხოლოდ ამ რეფერენდუმ იმიტომ რომ დასე ყველა შემოგვედებება ხო ის რომ აფხაზები არიან ქართველები და ქართულ სახელმწიფოს შვილები აი ამ რეფერენდუმით არის აღიარებული. იმიტომ თავისუფალი აზრიო, ეს იყო 77%-ით ვიმეორებ, ამადგა სულ ვიმეორებ 77%-ით ხმა აფხაზეთი რო ჩაყარდა რეფერენდუმს სულ თუ არა საქართველოში ყოფნა აი აფხაზეთის 77-მა თუ 8%-ამდე მხარი დაუჭირა. თან მრავალრიცხოვანი ეთნიკური და ყველაზე მნიშვნელოვანი თენგიზ ბატონო ამაში არის ის რომ ეს მოხდა რუსეთისგან თავისუფალ გარემოში, თავისუფალ საქართველოში, ჩვენს აფხაზ თანა მოქალაქეებთან და ასევე სამაჩაბლოს რუსებიც მონაწილეობდნენ. ბატონოკოტე თავისუფალი იყო ამის ხმამოგით. და ეს აღიარა რუსეთმა ეს ამ თავად. არანაირი პრობლემა. არანაირი იურიდიული სამართლებრივი. რატო არ ყვირიებთ ამას ყოველდღე? იმიტომ რომ მაგიტო რატო არ ვამბობ? აპრილი რა არის და 26 მაისი. ახლა მოვეცით ზუსტად იქამდე. რომ 9 აპრილი ხო ამას ეთქვევა ამ თემას. აუცილებლად. და რანაირად უნდა იყოს საქართველოს არ მოყვარული ან რაღაცა შეზღუდული. ხო, რაღაცა შვილი ისეთი რომელიც შენ ქვეყანას ხელს კრავ რომ 9 აპრილის მნიშვნელობას მონაპოვარი. და ამ მონაპოვარზე ხელის ხლება როგორ შეიძლება? ეს ხო ისეთი რამეა თან მithumedes უკვე მოკლებული ვართ ამ ფუფუნებას რომ ესეთი რეფერენდუმი გავიმეოროთ ან ასეთი პლებისციტი როგორ მე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში ჩვენ შვილებსაც გქონდეთ ამის შესაძლებლობა რთული ამით წარმოდგენა ხო? გარღვეულ ქვეყანაში. და ამით ფაქტობრივად
ვაღიაროთ ამის უდიდესი მნიშვნელობა, რომ ფუნდამენტი, რაზედაც მე ვლაპარაკობ და მუდმივად ვლაპარაკობ ამაზე, არის ეს. აი ეს ეროვნული მოძრაობის უზარმაზარი მონაპოვარი, ეს მე მგონი დავასაც არ ექვემდებარება, თუ ჩვენ ჭკუა გვაქვს, თუ ჩვენ გონება არა გვაქვს დაბინდული და ვართუ დამოუკიდებელი ვისგან უნდა ვიყოთ? რუსისგან. ვისგან, სხვისგან, ეს დანარჩენი ჩემთვის ახლა რაც არ უნდა, მე აც პროდასავლურობის პროფანატურ რაღაც უაზრო ხალხდაჭერი არა ვარ, იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის ინტერესები მაგ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გონებაში, გულში და ყველგან, მაგრამ ახლა დასავლეთი როდის იყო, როდის ცდილობდა, მე რატო გავიხსენა ხა ეს წასული. ბრიტანეთი არ თვინს გვითხოვდა და ბრიტანეთის დახმარებით დაუბრუნდეთ ის აჭარად ის ჩვენი მშობლიური მიწები და ქართველები რომელსაც ახლა ესეც ხო აქეთ გვიბრუნებდა და მთელი ჩვენი ისტორია არის რუსეთის მიერ ჩვენი მიწების მითვისება და რაც აი ყირიმის ომები რა მოყოლებული რაც იყო რაც გაიგო ამ ყირიმის მითვისების მერე გაიგო საქართველოს ფასი რუსეთმა მანამდე რაც იცოდა რომ სუმალ დიპლომატიამ რა იყო საქართველო ხო ამის მერე იწყება საქართველოსი დაინტერესება და ამ ივანიშვილის ხანის მერე სულ საქართველოს დაყრობით იყვნენ დაგარებული და შავიზღვის ბასეინი ხმება ეგედა კონტროლი გასვლა ეგეთ აი ამის დამოუკიდებლობაზე რო ლაპარაკობ 99% ყოველ შემთხვევაში რუსეთისგან დამოუკიდებლობაზე როცა ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ ანექსიაზე მხედველობაში ქართველ ისტორიკოს ქართველ პოლიტიკოს საქართველოს მოგალაგებს და ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება პირდაპირ ვამბობ აი ამ 9 აპრილის მნიშვნელობაში და შესაბამისად 9 აპრილის როგორც ერთადერთი თარიღი დამოუკიდებლობის აღიარების თვალსაჩინო მე ამას ან პოლიტიკურ უმეცრობად ჩავთვლი ან პირდაპირ ღალატად პირდაპირ ყველა იგივე ერთი და იგივე საკეთებს გადახედეთ ახლა შევარდნადე სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ხო ერთი და იგივე კიდე ერთხელ ვამბობ მთელი შეცდომების დაიგულია აბსოლუტურად გეთანხმებით ყველა ხელისუფლება გაიგეთ ჩაატარო კრება დამოვა თუნდაც ამ თემაზე ამ პლებისციტი ან შემდგომ უფრო მაღალი რანგის ასე თქვა იურიდიული აქტი და რასაც მოსახლეობა გადაწყვეტს იმას დაემორჩილო მე არ ვიცი ახლა რა ენაზე უნდა ელაპარაკო აც უნდა დავსვათ იქ საკითხი არა აც უნდა დავსვათ ამაზე პლეფიციის დანიშნა ეჭვის შეტანას ნიშნავს და ეს არ უნდა გავაკეთოთ ეს ახლა პატარა ადამიანები ყველა ხელისუფლებაში არიან იყვნენ წინა ხელისუფლებაში ჩივარდნაძის დროსაც სააკაშვილის დროსაც ახლაც არიან და მომავალშიც იქნებიან ეს გადაილახება დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ეს იმდენი ხელა სიმდიდრეა ადონატენგიც იმის ხელის ხლება არ შეიძლება ის არის ისეთი ღირებულება რომელიც ძალიანად წონის ხელისუფლებასაც მის როლსაც და მის მნიშვნელობას იმიტომ რომ ის მუდმივა რომელიც არ შეიძლება ის დაჩეს მასე და ეხლა გადმოვიდეთ აწყვეს ახლა დავსვამ შეკითხვა აი ეხლა დამისვით შეკითხვა კი ბატონო გაგისვამთ ახლა მე მგონი ეს თემა ამოწურეთ ამ იმაში ყოველ შემთხვევაში როგორ ამოწურათ მაგრამ ყოველ შემთხვევაში დროებით ახლა მე დღეს რო გადმოვიდეთ რა საკითხში ხართ კომპეტენტური და განსაკუთრებით ახლა მინდა თქვენ შეეხოთ აი ახლა აი ეს რაღაც აი ახლა სიკვდილის ჭაობში ვართ რა აი ყოველ დღე რაღაც უბედურება ხდება ანტიეროვნული ანტისახელმწიფოური ანტიკონსტიტუციური რაღაც გაუთავებელი აი ამას ვთქვათ რომ შეუძლებელი ახლა ერთ-ერთი სეგმენტი რომელიც აუცილებლად მინდა განვიხილოთ და თქვენ ამ საკითხზე ძალიან კომპეტენტური ხარ ვაცეთ მე კურს ვადევნებ ყველა გამოსვლელს იმას ცირებას მოწავლის ფაქტთან მაგ დემონსტრაციებით ხო ყველანი იქ ვიყავით ვისაც როგორი ორიენტაცია გვაქვს როგორც ხო ზეპარტიული წარმონაქმნია როგორც ასეთი და ამიტომ ეს დაუმორჩილებლობა ეს სამოქალაქო თავდადება ეს უდიდესი რაღაც გაიღო და გინესის რეკორდები დაამყარა რა ერმა თან პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად ხაზგასმით და აღნიშნო რომლებიც ძალიან ჩამორჩებიან რბილად რო თქვა და ამ პროცესებში მე მაინტერესებს ახლა თვითონ აი ეს ხედვა რა თქვენ ძალიან ორიგინალური ის გამოთქვით მოსასწრებელი იმიტომ რომ თქვენ ახლა საგამოძიებლო უწყებაშიც უდიდესი გამოცდილება გაქვთ და საკუთრებით მივაყარეთ თქვენი ჩემი მზედა თქვენ გამოსვლას, როდესაც აი ამის გამოძიება, აი ამის გამოყენება და იქ რაღაც ბელორუსიის და აკრძალული იმის გამოყენების ესეთი მექანიზმები გააჩერეთ, რომელიც ჩემთვის აქამდე ცნობილი არ იყო და
მithumatas ახლა ეს ბელორუსიას და ეს ურთიერთობა და თვეები და ავტორიტარიზმი და ასე შემდეგ მარსაჯულება და ესენი თქვათი წყალივით აებს გავსება ერთმანეთს. აი აქ მინდა რომ გავყვეთ ასე ვთქვათ აი ამ სქემას და კიდევ ერთხელ თან თქვენ დავკვირდით რომ გააგრძელებდით ამ გამოძიებას და რაც შესაძლებელია თქვით რაც თქვენ კომპეტენციის საფუძვლებში არის. ეს თემა რა კომპლექსური თემაა. მას შემდეგ რაც თქვენ ბრძანეთ რომ მე კი პირველი ვიყავი ვინც ამაზე ვილაპარაკე, მაგრამ მე რა მოახერხეს ჩვენმა ჟურნალისტებმა მაგალითად ნოვიჩოკის გამომგონებელი, ამ საშინელების რითაც მოწამდეს ლავანი, აი სკრიპალების წინამდე ბრიტანეთში რაც გამოიყენეს და ასე შემდეგ, ამის გამომგონებელი არის ძალიან ცნობილი ტოქსიკოლოგი მირზაიანოვი, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს, რუსი, ცოცხალი ხო? ცოცხალია. და ცხოვრობს ახლა ამერიკაში. აი ეს ჩაწერა ჩვენ ჟურნალისტებმა, ეს ჩემი აი ვერსიის მე რო აქ რუსული ხლორპიკრინი იყო გამოყენებული, რომელიც არის უძახიან რუსულ კომიტეტს. ზუსტად ინსპირაცია მოახდინა. ანუ აი მიზოიანმა გაიმეორა ზუსტად ჩემი რა კომიტეტი. დიახ. რა საფრანგეთი რას მისცემდა იმას ივანიშვილის კომიტეტს ან ვინ მისცემდა ეს არის რუსული ხლორპი ანუ სიტყვით რაც მე ჩვენს მოღრუბელს ვთქვი ეს ვერსია გაიმეორა კაცო რა ზეპირადის ეს თემა რა ხდება პუტინი მოგაკეთებს რა ტოქსიკოლოგიურ უბედურებას აკეთებს ეს თემა ზეპირადის ის ამბობს პირდაპირ ტონობით მოსკოვს ტონობით ეს ხლორპიკრინი ეს არის ზუსტად ჩემდენი გაზი ოღონ 10-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე CS-ი, რასაც ახლა ვატყუებს. ჩვენ კასრი რო ვაჩვენა, ამ ხელი აი დაიჯერეთ კასრი. და პრაქტიკულად აბსოლუტურად გაიმეორა ის რაც ვერსიაც ქონდა, რამაც რა თქმა უნდა მე ვაგრძელებ, ახლაც ვაგრძელებ ამ გამოდგენას, ძალიან საინტერესო თემაა და არ თავდება და რატომ არ თავდება ამაზეც მოგახსენებთ, აი დღეს რა მოხდა მაგალითად. დღეს გამოვიდა პირველად სიტყვით ვინ? გეტყვით, ბრიტანეთის დაზვერვის ახალი უფროსი ბლეიზ მეტრეველი, ქალბატონი, რომელსაც ქართველობას მიაწერენ რუსები, გვარად მეტრეველია. ეს არის ძალიან გამოცდილი ქალბატონი, რომელიც დიდი ხანია მიექვში ამ ლეგენდარულ ბრიტანულ გამოძიებაში მუშაობს. მას ებარა ადრე სხვათა შორის კავკასიის, მათ შორის პირველი, მეორე, ჩეჩნეთის ომები. კურატორი. აი მთელი ამის კურატორი. მოხდა რა გამოცდილებით არის და თქვენი მოგახსენება ძალიან მომხიბლავი. ქალბატონი გახლავდა და პირველად ბრიტანეთის ისტორიაში ქალი დაინიშნა მიექვსის უფროსად აი ეს ქალბატონი. მას ეს ოქტომბერში მოხდა შალშა, მაგრამ ეს ოქტომბერში მოხდა წელს. ოქტომბერში დაინიშნა და ამან გამოიწვია საკმაოდ დიდი ხმაური, მაგრამ ეს ქალბატონი თავის სერიოზული ესეთი. მით დღემდე არ გამოსულა სიტყვით. ამან გამოიწვია რუსეთში დიდი გამოხმაურება, რომ ქართველი დაინიშნა და ქართველი ახლა პირობითად ხო, მაგრამ აქ ქართული წარმოშობა მეტრეველია. ხო, მაგარი გამოხმაურებები. და დღეს გამოვიდა ეს ქალბატონი ლონდონში. გააკეთა პირველი ჰაჯარო ოფიციალური. ეს დღეს ხდება. დღეს ხდება ეს ამდილი. და რა თქვა, რომ ჩვენი მთავარი, ჩემი ამ ხელა სამსახურის, რომელსაც დიდი ისტორია აქვს ახლა ამერიკა, სულ არ იყო შექმნილი ეს სამსახური რო არსებობდა. და ხა იმპერია ბრიტანეთის და რას თამაშობდა და რაც დღესაც რა როლს თამაშობს, თქვენ კარგად მოხსენებათ, ხო? ამას ვხსენებდით სწორედ, ხო? უახლეს ისტორია. ჩვენი მთავარი მიმართულება არის რუსეთის ექსპანსია, რუსეთის აგრესია. ჩვენი მთავარი მიმართულება არის უკრაინას დაუჭიროთ ხარი ბოლომდე, აღკვეთოთ რუსეთის ეს საცეცები ყველგან, ანუ არ უხსენებია საქართველოს, მაგრამ კლიანად იყო საუბარი, რომ ყველა ფრონტზე აი მე აქცევთ ხოლმე. ჩვენ იქნებით ყველა ფრონტზე, სადაც რუსეთის საცეცები არის და სადაც რუსეთის აგრესია ვრცელდება. ანუ მოდი პირდაპირ ვთქვათ, საქართველოშიც ვიქნებით. ახლა ის დათმობა მაგათთვის სიკვდილია. ეს გაკეთე, ხა მე მოკლედ ვამბობ, ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა, მე ცოტა გაეცნო. მაგრამ ესეც ძალიან საინტერესო განცხადება, რომელსაც რუსეთში დიდი შეშფოთება გამოიწვია. თუ აქამდე თუ რუსეთი ცდილობდა, ანუ აი ბრიტანეთი გვიკეთებს ყველაფერს და ბრიტანეთი, დღეს პირდაპირ თქვა ბრიტანეთი. მე ხელმძღვანელ, პირდაპირ თქვა, გას მე ხელმძღვანელო, ამას ყველაფერს და ასე დავიხებ უკან. და პრაქტიკულად ერთად თუ და კონტექსტში განვიხილავთ BBC-ს გამოძიებას, ამ ქიმიური იარაღის გამოყენებას, მე და სახელმწიფო მინისტრის
ბრიტანეთის დაუფლის განცხადებას, რომ გააფრთხილა ესენი, რომ იმ გამოდიების 5 დღიანი ბჭყალებში გამოდიების რაღაც ცინიზმის ხო, ასე თქვა. ხო? ამას ყველაფერს ერთად და დღევანდელი ბლეიზ მეტრეველის განცხადებად საქართველოს არის ამოღებული ნიშანში სამწუხაროდ. საქართველოს ხელისუფლება, ქართველები არა, საბედნიერო. რომ აქ არის ბუდე რუსული აგრესიის და აი სადაც ეს გალბატონი დღეს ლაპარაკობდა. იმ ფრონტის, სადაც ყველგან მიწვიტებით რომ ამბობ. არ ვიცი, ახლა ხასიათზე ვერ იქნებიან ალბათ ამ განცხადების მერე. კიდევ გაიმეორეთ აი ამ ქალბატონის სტატუსი დიდი ბრიტანეთის. ეს არის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის, საგარეო დაზვერვის, იქ არის მი-5, რომელიც საშინაო დაზვერვაა. ეს არის მი-6 არის ძალიან დიდი ლეგენდარული ისტორიულად ლეგენდარული დაზვერვა, საიდანაც მოდის საერთოდ დაზვერვის ისტორია. ხო, იგივე მოსადი მაგათად ისრაელი ცნობილია, მაგრამ ვერ შეედრება თავისი დიდი და ისტორია, თუმცა ცენტრალურ სადაზვერვო სამართლოდან რომელიც ძალიან დიდია, მაგრამ კიდევ ერთხელ იმის შვილობილი უფროა, იმიტომ რომ ეს არის დედა, ასე ვთქვათ, სამყარო ამათ აქ შეიქმნა მთელი აი ცნობილი ვინც არიან და მე ვიცი ამის ისტორიაც რაც არის იყვნენ აი აქედან წამოსულები და ამას ხელმძღვანელობს ეს ქალბატონი რომელიც არის უგამოცდილესი ხოთაშვილის ამათ მაგევრად მე გული გამასხდებოდა დიახ ხო ამას დავამატოთ ისიც რომ გუშინდა დღეს აი ეს უიტყოფი რო ჩავიდა და ნათესავები რო გააგზავნა ტრამპმა ციძე და ასე თქვა გარკვეული ესეთი იმის მიმანიშნებელია ეს თენგიზ ბატონო, იმიტომ რომ სხვათაშორის საერთაშორისო ურთიერთობებში ეს დიპლომატიაში ახლა მე ყოფილი ელჩი გახლავართ და ამაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ უფრო აი ვიზუალს, ჟესტებს, უფრო ხანდახან დიდი მნიშვნელობა ვიღებს შინაარს თვითონ, მოლაპარაკე შინაარს შეიძლება იყოს ფორმალური, მაგრამ აი ეს ვინ ჩავიდა, დელეგაცია რანაირ სად შედგა ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ამის თქმა მინდა, ანუ ვიზუალს აქვს მნიშვნელობა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ კაცი რო თავის სიძეს, რომელსაც დღეს არანაირი პოსტი არ უჭირავს, ადრე პირველ კადენციის დროს ის ჩეველი იყო ქებანი თავის სიმამაცი. ახლა არ უჭირავს არანაირი ოფიციალური თანამდებობა საერთოდ. და ამ ხელა მნიშვნელობის ამერიკულ რუსულ მოლაპარაკებებში შენ სიძეს კალიშვილის ქმარს ვაგან დელეგაციის წევრად ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს მე სხვას არ ვენდობ მე ჩემს დიპლომატებს ჩემ ხალხს ვინც არ ვენდობ ასე არ გამოდის ეს დიპლომატია ეს კაცი არავინ არ არის არანაირი სპეციალური განათლება არ აქვს მაგრამ ნუ ჩემი თვალი და ყურია გამტარია ჩემი რაღაცა სამას მოდი პირდაპირ თქვა და უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ ადვილად გასაგებია რაღაცას ვაბარებ პუტინთან ისეს და უნდა ჩამომიტანოს იმისგან რაღაცა რომელიც არ უნდა გაიგოს სახელმწიფო მოღვაწეებმა ამას ნიშნავს ეს პირდაპირ ამას არ მოყვა არაფერი თვით ამ ძალიან რისკიან იმიტომ რომ ეს არ მოეწონა თავად რესპუბლიკური პარტიის ძალიან არასტანდარტული ნაბიჯი ზოგადად ისტორიაში შეურაცხყოფელიც აღმოჩნდა ძალიან ბევრი რესპუბლიკელისთვის აი როგორც არის ბეიკონი ბლუმენტალი ლინჩი გრემი ძალიან ცნობილი სენატორი რესპუბლიკელი და ასე შემდეგ ძალიან ბევრმა ეს გააკრიტიკა თქვა რომ რა არის ეს ამერიკის ისტორიის სიცხვილეა რა უნდა სიძეს ამერიკულ და ასე შემდეგ პირა არც მალავენ ამას და საუბრობენ ამაზე რესპუბლიკელები დემოკრატებზე არაფერს არ ამბობ რომ იქ საერთოდ ამან ძალიან დიდი განსხვავება და წინააღმდეგობა გამოვიდა მიუხედავად ამ რისკიანი ნაბიჯის ამათ არ მოყვა არაფერი უშედეგოდ დაბრუნდა ეს დელეგაცია აბსოლუტურად ნოლი განცხადებაც კი არ გააკეთეს თუ მიაქციეს ყურადღება განცხადებაც არ გააკეთეს ოფიციალურად ისეთ ამ დუმარეთ დაბრუნდნენ მოსკოვიდან ესე იგი ნიშნავს რომ ვერაფერი ვერ წამოვიდეს პუტინისგან ვერაფერი ეს იყო საიდუმლო ნახეთ გამოჟონა აქედან რომ ალიასკაზე ხო ვერ შედგა პუტინსა და ემაშოვის. სხვათაშორის იქ მანქანაში რო ჩაისვა, მაშინას გამოჟონა ყოველთვის ჟურნალს ეს ისინი რომ ალიასკაზე ტრამპის წინააღმდება პუტინის მიმართ იყო რომ ჩამოშორდი ამ ჩინეთს და მე შენან სანქციებსაც მოგიხსნი ჯერ კიდევ როსნეფტზე და ლუკოილზე სანქციები დადებული არ არის მიაქციოთ ხოლმე. ჩამოცივდი ჩინეთს და მე შეგიქნი მე დაგაბრუნებ გლობალურ პოლიტიკაში მოგიხსნი სანქციებს და ეს იყო გულწრფელი წინააღმდება. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ამერიკის გაწყვეტა ჰააგამდე სასიკვდილო განაჩენი ყველა საერთაშორისო ინსტანცია. თვითონ რესპუბლიკელები და კონგრესი ეუბნებოდა რომ სისხლიანი კაცს პუტინს ხელი აქვს და გარისკა ეს
ამდენი რისკია. ძალიან დიდი ანგკორიში მისი მიწვევა იყო ძალიან დიდი რისკი და მისი რეპუტაციისთვის დამანგრევა. მაგრამ ნახე მას იმდენად უღირდა რომ ჩინეთის და რუსეთის ის გაეწყვიტა კავშირი რომ წავიდა ამან არ მოხდა ეს პუტინმა ეს ვერ გაბედა მაშინ და ეხლა მიაქციეთ ყურადღება და სხვა შორის დღეს ამაზე Wall Street Journal-ი წერს ძალიან გავლენიანი რომ ახლა როცა უიტკოფს და კუშნერი იმიტომ გააგზავნა რომ ზუსტად ეს სწავლო პუტინმა დააბარა პირადად ტრამპთან რომ მე ახლა მზად ვარ ჩინეთს ზოგი ვაქციო ბერამში და თქვენთან დავამყარო კავშირი და შემოგთავაზოთ რაღაცები მათ შორის აი ეს თითქმის 1 ტრილიონი დაყადაღებული 1 ტრილიონი დოლარი ევროპაში რომ რატო ისარგებლოს ამით ევროპამ მოდი თქვენ წაიღეთ ამერიკელები ის მაინც ვერ იბრუნებს რუსეთი ნახეთ ეშმაკური სვლა ხო თქვენ ამერიკამ აკონტროლებს მიჩვენია ვიდრე ევროპამ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენოს ეს 1 ტრილიონი რომ შევიან აი ეს რომ ამან რომ გაჟონა ამაზე ჩინეთში ძალიან სერიოზული უკმაყოფილება გაჩნდა და ამან უკვე თავი იჩინა თქვენ რომ ნახოთ ახლა მე ჩემი პროფესია და მე სულ ათვალიერებ საერთაშორისო მედიას განცხადებს უკვე გაჩნდა ჩინურ მედიაში განცხადებები პრეტენზიებზე მათ შორის ტერიტორიულ პრეტენზიებზე რომელიც მიჩქმალული იყო რუსეთის მიმართ პირდაპირ წერია ეგ დიდი ბაშოი უსურიისკი აი ეს უსურია რა ეს პირდაპირ უკვე უკვე ანალიზები და იქ ისინი გამოდიან ექსპერტები ეს არის ბოლოს 3 წლის ისტორიული რუკებიც მოყვება მაგრამ ანუ რასაც ჩვენ მივაქციეთ ყურადღება და ეს ეხება საქართველოს ამიტომ ჩვენ კლიანობაში რომ შევაჯამოთ ეს დღეს რა ხდება აი ეს გამოაგორა 3 დღის წინ ტრამპმა თემა C5 სადაც ეს იყო G Grand შვიდეულის დიდი შვიდეულის ალტერნატივა რომელთგანაც თვითონ ევროპის ჩამოცილება უნდა და მას შედიოდა ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და იაპონია. აი ეს ხუთეული. ეს რა თქმა უნდა თეორიულად მართლა უმძლავრესი რამეა მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 3/4 აქ არის ხო ინდოეთი და ჩინეთი მათ წარმოვიდგინე ხო და ამერიკა, იაპონია, რუსეთი დამატებული, მაგრამ ჯერ არ დაბადებული ეს C5 უკვე სულ ზღაპავს, იმიტომ რომ აი ამ უკვე რუსეთსა და ჩინეთს შორის ჩანდა ჩინეთი იაპონიის გვერდით დაждდება თუ არა ესეც კითხვაა თქვენმოგვესწრება ეს არის თეორიული კონსტრუქცია რომელსაც ჩემი აზრით ჩემი მოგზალებული აზრით როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის მომავალი არ აქვს იმიტომ მით უმეტეს ახლა რუსეთსა და ჩინეთს შორის იზრდება უკვე იწყება ეს ურთიერთობა ანუ რისი თქვა მინდა რომ ბოლოს შევაჯამოთ ყურადღების ცენტრმა გადმოინაცვლა ეპიცენტრმა მთლიანად ევროპაში დღეს კუშნერი და უიტკოფი სატიმყოფებიან ბერლინში გუშინ დაიწყო ეს მოლაპარაკებები მერცია მასპინძელი მერც გვერდით უზის ზელენსკი იქ არიან საფრანგეთის და ბრიტანეთის და ყველა წარმომადგენელი გუშინ უიტკოფმა განსხვავებით მოსკოვისგან სადაც არაფერი გააკეთა განცხადება ამ პირველი რაუნდის დამთავრებით თქვა რომ ძალიან სერიოზულ პროგრესს მივაღწევთ ოღონდ ჯერ არ ვიცით რა არის სერიოზული პროგრესი დღეს გრძელდება ეს მოლაპარაკებები მაგრამ მოდი ისევ როგორც თქვით ვიზუალზე ხო ის რომ გერმანიაში ანუ ევროპის შუაგულში და მერცი ამას ხელმძღვანელობს და ზელენსკის თავი უზარმაზარი დელეგაცია ყავს თან პრემიერი ახალი ადმინისტრაციის გადახარისებული შემადგენლობა დიახ იქ ყავს გვერდით სულ ყველა მიუთითებს თუ არა იმაზე რომ მოსკოვიდან და იმიდან ცენტრმა ევროპისკენ რომელიც მოსკოვის თხოვნით ამაში არ უნდა გაკარებოდა ამ თემას ხო ჩვენ ვილაპარაკოთ ამერიკან და ევროპა რა შუაშია ვინ არის ევროპა დაიშლება აქაც ლაპარაკობენ ეს ჩვენი ბედოლათები რა ევროპა იშლება ევროპას ვინ კითხავს ხო ახლა ალბათ ესენი შეშფოთებული იქნებიან თუმცა ევროპას კითხავენ თუმცა კითხავენ კი არა ევროპაში წყდება თუმცა ეს საკითხი და როგორც იქნა მიხვდა ტრამპით თვითონ და მისი გარემოცვაც რომ გერმანიის ბრიტანეთის საფრანგეთის garaშე ეს საკითხი ვერ გადასწდება, ხო? ამორიცხული. და ეს თავისიზე ახლა აქეთ გამოუშვა თავისი იმედოვლათი უიტკოფით, რომელიც არავითარი დიპლომატი არ არის, ჩვეულებრივი მაკლებია. დიახ. მაგის ბინებს ყიდის, მაგრამ ცანდოკაცია არის. აი ხა დღეს პრაქტიკულად რამდენად დაუპირისპირდა უკვე ჩვენი თბილისის ხელისუფლების პოზიცია და მათი
ნარატივები, რომ ევროპა არავინ არ ეხო, რა საკუა გამადეს, რა სიტყვებს იძახიან, ან ევროპის ლიდერებზე რა სამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარე მაინც ლიდერია ბატონო კოტა. აბუაშვილი ხო, ეს ხო საოცრება, ეს ჩვენი სიცხვილია, მე თუ მკითხავს კაცი, მართლა სიცხვილია რა. და პრაქტიკულად ახლა ალბათ ის რაც ნათქვამი აქვს, რომ არ კონტენტ ნათქვამი ალბათ ურჩენიათ რა განცხადებების აქვს ნაკეთები, ხო? მაგრამ მოდი მე ვარ ამით ძალიან ყოფილი და მე და ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს, რომელიც ელოდებიან ამათ, აი ეს პოზიტივი უთხრა, რომ ევროპა ბრუნდება, დიდი ევროპა ძალიან დიდი როლით ბრუნდება ამ სოფლიო ახალ წესრიგში. მე ამას მიესალმები, ამაზე ლაპარაკობდი დიდი ხნის განმავლობაში, არასოდეს კასპიის შავი ზღვის მნიშვნელობა ამ დიდ პროექტში, რასაც ცენტრალური აზია იმიტომ გავიხსენდა ხა ჩვენი ისტორია, ხო? ანუ იმ პერიოდს, აი სევრის მოლაპარაკებას და როცა საიქს-პიკოსის იდებოდა 100 წელი ზუსტად 100 წელია გასულ. 20-იანი წლებია, ხო? 20-იანი წლები იყო. აი იმედი მაქვს, რომ ყასის ხეშეგულების გავსი რაღაც უბედურებით ეს არ დამთავრდება, ეს დამთავრდება ზუსტად იმით, რასაც დღეს დასავლეთი და აქ ითამაშებს ევროპა ძალიან სერიოზულ როლს, ახალი ევროპა, იმიტომ რომ ევროპა ხო დღეს მარტო არ არის, ნახეთ უკრაინაზე თავდასხმა და ამ საშიშროებამ რაც ქნა რუსმა გაუთვლელმა ახალთვის მას ხვდებიან, ხო? ევროპის ირგვლივ ბრიტანეთი და ბრექსიტის მერე ევროპა და ბრიტანეთი დაპირისპირებულები იყო. ხო? იმას თავის ვალუტა ქონდა ფუნტი, ამათ ვიებრო და ძალიან სერიოზული ინტერესების ესე გააერთიანა ამ შიშმა. აი ბლეიზ მეტრეველის განცხადებაც ეს არის. მან მთელი ევროპის სახელით ილაპარაკა. ერთად ილაპარაკა, რომ ჩვენ დავდგებით დავიცავ. ერთი რომ გააერთიანა და ვინ შეუერთდა? კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, რომელიც ევროკავშირის წევრია და შვეიცარია, ხო? ნეიტრალიტეტის მიუხედავად. აი ეს ქვეყნები 50 ქვეყანა დგას დღეს ერთად. ერთის რუსეთის წინააღმდეგ. ხო? მე რო რუსი ვიყო, ჩემი თავი შემეცოდებოდა დღეს მართალი გითხრა ამის წინააღმდეგ. ამის მერე აქ და ახლა გავჩერდები და მერე გავაგზავნოთ უკვე პერსპექტივებს. ეს არის აწყო. რაზედაც ახლა ვილაპარაკეთ. ეს არის რეალობა, რაც ჩამოყალიბდა და რომლისგანაც აბსოლუტურად გამიჯნულია ამ რეალობისგან საქართველო. ეს დავამატებდი მაგ თემას, რაც უნიშნელოვანესი იყო ამერიკის უშიშროების დოქტრინა რო გამოქვეყნდა, სადაც ერთი კვირა ხო გასული და ახლოვებით ხო. სადაც ითქვა, რომ აქამდე ჩვენ რო ვიყავით ჟანდარმი, როგორც ასეთი ეს დამთავრდა, ყველა თავის თავს მიხედავს და ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც ესეთი შინაარსით ესეთი იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებთან სტრატეგიულ, ტაქტიკურ და თემატურ საკითხების გარშემო იქნება, ასე ვთქვათ. ამას უზახიან თენგო ბატონო მონროს პროგრამის ავტორი. მონროს დოქტრინა რა იყო ორი სიტყვით რო ვთქვათ, მაგალითად, რომ დასავლეთ ნახევარსფეროს, ანუ სადაც ამერიკა, ხო, თავის მექსიკია, ქვევით სამხრეთ ამერიკა, იმის იქეთ ჩვენ არ ვიხედებით. ეს იყო მონროს, რომელიც ჯეიმს მონროს ამერიკის პრეზიდენტის 19 საუკუნის დასასრულია, მაგრამ ამან განიცადა მე იყო მაკინლეონი. ხო, რა თქმა უნდა, დღეს ახლა ეს არის სურვილი, მაგრამ ცოტა არასერიოზული. მე უკვე დაირღვა. რადგან თუ ვიტყობი ახლა ბერლინში თუ ზის, რა უნდა იქ ბერლინში? სადღაა მონრო მაშინ? ამოვარდნელია. უკვე ამოვარდა, უკვე. ანუ ევროპა ტაქტიკის ის კი არა, სტრატეგიული ის ამის ხმა მინდა. ვერ წავა ვერსად ევროპის გარშემო. ეს გემი ვერ წავა. რა თქმა უნდა, აბა. სტრატეგიის და ტაქტიკის ერთმანეთში არევა, არამედ დიდ პოლიტიკაში, პირად ურთიერთობები, და სპორტში და კულტურაში იქ სადაც გუნდია, ხო? ერთი წუთით წარმოვიდგინეთ, რომ გამოუვიდა ეს ტრამპს და მონროს პროგრამა აღადგინა. მაშინ ბრიტანეთი კიდევ უფრო ძლიერი ხდება. იმიტომ რომ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს, დასავლეთი ჩემია თქვა, ხო, ტრამპ. მაშინ აღმოსავლეთი ბრიტანეთის არის. ასე არ გამოდის? თან არასერიოზულია ბატონო კოტე რა, იცი, ახლა არავინ არ გაპატიებს შენ ანგლოსაქსების ასე ვთქვათ გახლეჭას. ეს არის, ნუ ახლა ისტორიული შიზოფრენია, რა პირდაპირ. ეს ახლა არ უნდა იცოდეს ამ ხალხმა. სულ ახლა ეს იციან. ახლა ტრამპი იგიჟიანებს თუ არა, ტრამპი გიჟი ნამდვილად არ არის. ტრამპმა ზუსტად იცის რა საკეთებს. მას უნდა ჩინეთის და რუსეთის გახლეჭა და მოდი თქვა და ამას მიაღწია. თავისი რეპუტაციის, თავისი შელახვის ხარჯზე მაინც მიაღწია. მე უბრალოდ მინდა დავადასტურო, რომ ხოჩახ ტრამპი მას ისტორიად, ამერიკის ისტორიად ამას დაუფასებს. როგორც დაუფასებს ეს თავის დროზე კისინჯერს და ნიქსონს.
ზუსტად 1973 წელს კისინჯერი ჩავიდა მაოძედუნთან, მერე იქიდან დაბრუნდა ჩავიდა საბჭოთა კავშირში ბრეჟნევთან და დაასპირისპირა ერთმანეთს 73 წელს. და ამით გახდა კისინჯერი დიდი კისინჯერი. რუბიომ და ტრამპმა გაიმეორეს ეს 2025 წელს. გაიმეორეს ერთ-ერთში. თუმცა ბატონო კოტე წიწილებს შემოდგომაზე ნახოთ. ესეთი გამონათქვამია, რომელიც უნდა დაველოდოთ ამას. იმას პირდაპირ გეტყვით ახლა მე როგორც ყოფილი ელჩი რუსეთში, დღესაც მაქვს. რამდენი წელი იყავი თქვენ? მე 1 წელი ვიყავი, სულ მაგრამ საკმაოდ ინტენსიური და ეს მომიწია ესეთი პერიოდი იყო, ძალიან სერიოზული მუშაობა მაშინ. და რას მე ინფორმაციები მაქვს ფორმალურადაც, არაფორმალურადაც, აი ზუსტად მაგ მომენტით, რასაც მიაღწია ტრამპმა, რომ ეს ჩამოაგდო უკვე რუსეთსა და ჩინეთს შორის ეს შავი კატა დასვა, რომელიც დარბის უკვე შავი კატა თავის საქმეს აკეთებს. ამან ძალიან შეაშფოთა რუსეთი. მოსკოვი ყველაზე მეტად ბოლო წლების მოვლენებიდან განიცდის ახლა ამას. და გაუხსნა გზა ზუსტად ევროპას, აი ევროპულ ტექნოლოგიას და ამის გამო იმყოფებიან ახლა 2 დღიანი თუ ჯერ არავინ არ შეიძლება 3 დღიანი, იმიტომ რომ დღეს გრძელდება ეს მოლაპარაკებები და იქ უნდა გადაწყდეს ბევრი რამე. ბერლინში გრძელდება დღეს ახლა ამ წუთებში მიმდინარე. კონფერენცია ქვია თუ რა ქვია? მოლაპარაკება, ოფიციალური მოლაპარაკება დელეგაციების. აქ არის ოფიციალური დელეგაცია ამერიკის, ეს 2, ოფიციალური დელეგაცია მასპინძელი ქვეყნის გერმანიის, ოფიციალური დელეგაცია ბრიტანეთის, საფრანგეთის და უკრაინის. ეს არის ძალიან სერიოზული ამბავი. გარდა რუსეთისა მოკლედ ყველა მხარე იქ არის. აქ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ისე მეორე დრო აი იმან ერთის რო შემაშფოთა იმან რა ანუ უშიშროების დოქტრინა, მაგრამ თქობა თემასაც გადახედვა ექვემდებარება და რეალობა ყველაზე დიდი ასე ვთქვათ საგანი. მოდი რადგან თქვენ ამ თემას ეხებით და ჩვენს იმას უკმარისობის შეგრძნება რო არ დარჩეს ჩვენს მაყურებელს ახსნათ ეს რას ნიშნავდა და რა არის ამის უკან. ამერიკაში გამოიკვეთა და ამაზე იწერება თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ გავაგრძელოთ შეცდომების მე მგონი შესაძლებლობის შემდგომ რო გავაგრძელოთ ეს ერთია მე კი ბატონო იმიტომ რომ პატარა პაუზა გავუწევს რაღაც ესეთი ჩვენ დღეს ჩემი საავტორო გადაცემას უნდა ყოფილიყო მაგრამ ასე გადავწყვეტეთ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო რომ მე და ბატონი თენგიზი გავაგრძელებთ ახლა იმიტომ რომ დღეს ერთად უძღვნით ამ თემას ჩვენ ფაქტიურად პოლიტიკურ მიმოხილვას გასული კვირის და დღევანდელი მოვლენების და გავაგრძელებთ ერთად ძალიან საინტერესოა ბატონ თენგიზთან ერთად ამაზე მსჯელობა და შემოგთავაზეთ ამას პაუზის მერე. სერე პაუზა და დაგიბრუნდებით.